სულთმოფენობის შემდეგ ოთხშაბათს არაგვისა და ქსნის ხეობაში ლომისობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ მლეთაში დილიდან ხალხმრავლობა იყო. მორწმუნეებმა ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი მოილოცეს. წმინდანის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, მეორე სოფელ მლეთაში. სოფელ მლეთაში ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში შეკრებილები სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ და დღესასწაულით გამოწვეულ უდიდეს სიხარულზე საუბრობდნენ. ლომისიდან მიულოცავ მთელ საქართველოს საემწყინვალე დღესასწაულს და შეგვეწიოს დიდი ლომისა შეგვეწიოს შაგვეწიოს ესე იციან თაში მთიულებმა და შეგვეწიოს ჩვენ სამშობლოს შეეწიოს მის უწმინდესობას შეეწიოს და ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს ჩვენი საქართველო ღმერთმა ქნას რომ სულ უახლოეს დროში ჩვენი აფხაზი დაძმები და ჩვენი ოსი დაძმები ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და წყალობა გაგატანოთ დიდმა ლომისამ და შეგვეწიოს სულ ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ წმინდა ლომისა მთელი საქართველოს შემწია და მთელი მსოფლიო შემწია და შეგვეწიოს. ღმერთმა დღეგრძელები, ჯანმრთელები გამყოფო და გვიყვარდეს ერთმანეთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და წყალობა გქონდეს ღვთისა. გილოცავ დღევანდელ დღეს ლომისიდან, მლეთაში ვიმყოფებით, დიდი ლომისა გვარავდეთ სრულიად საქართველოს. ყოველწლიურად მომლოცველთა რაოდენობა იზრდება, რაც ორმაგად სასიხარულოა. მინდა აქედან მთელ საქართველოს მიულოცო ეს დღესასწაული დიდი ლომისა იყოს ყველა მართლმადიდებელი შემწე. ტრადიციულად ლომისობას აღნიშნავთ აღდგომიდან მეშვიდე კვირას მთელი საქართველო და განსაკუთრებით მთიულეთი ზეიმობს. ჩვენთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმინდა გიორგის პატივისცემა ჩვენთვის ძალიან დიდია, ასე ვთქვათ და ბედნიერები ვართ. მე უკვე ჩემი ოჯახით მესამე წელია, რაც აქ ვარ და ყოველთვის ვცდილობთ, რომ აღნიშნოთ და ეს მადლი მივიღოთ და წყალობოთ ხოლმე წმინდა გიორგის. მე ვარ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი, მგალობელი და სწორედ ეს თემა ავირჩიე, რადგან მთიული ვარ და ჩემთვის ძალიან ახლო იყო. შევისწავლეთ ეს ძველი თქმულება წმინდა გიორგის შესახებ, როგორ აშენდა ეს ტაძარი და რა ისტორია აქვს. ძალიან ბედნიერი დღეა, ასე ვთქვათ და ყველას გისურვებთ, რომ მოილოცოთ და ეს მადლი და წყალობა წაიღოთ სახლში. მრავალი წელია ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი ამ დღესასწაულზე, უდიდესი მადლი ტრიალებს. ულოცავ ჩვენს პატრიარქს ლომისობას და სრულიად საქართველოს და ლომისობის მადლით გამთლიანებული იყოს ჩვენი ქვეყანა. პირველად ვესწრები ლომისობას. ძალიან ემოციური და სასიხარულო დღეა ჩემთვის და მთელ საქართველოს ვლოცავ ლომისობას. პირველ რიგში ყველას გილოცავთ ლომისობას. არის ძალიან დიდი დღე, განსაკუთრებით ქართველებისთვის არის აი ლომის წმინდა გიორგი ძალიან დიდი შემწეს და ძალიან დიდი მფარველი, ისტორიულად ეს ცნობილია და მე თვითონ ბავშვობიდან მამაჩემს ყოველთვის დავყავდით, მე მძელური ვარ, ჩვენი მამაპაპის სალოცავია ეს და ბავშვობიდან სულ დავყავდი მამაჩემს და მოგეთ დღესაც მოვახერხე ჩამოსვლა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა ლომის წმინდა გიორგის და მინდა რომ ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, გაამრავლოს, გადაარჩინოს და პირველ რიგში მინდა კიდე ჩემ უწმინდეს, ჩემ საყვარელ პატრიარქს მიულოცო ლომისობა უწმინდესო ძალიან მიყვარხარ. მე მისი გაზრდილად ვითვლები და ძალიან ბედნიერი ვარ უწმინდესო რომ თქვენ შვილობილად ვითვლები. ღმერთმა დაგლოცოთ. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, როდესაც საქართველოს შემოესია ჯალალ ედ-დინი, თითქმის მთელი ტერიტორია მოაოხრა, მათ შორის მთიანეთი, მან 7000 ქართველი ტყვედ წაიყვანა. სპარსეთის ტერიტორიაზე გადასახლებულ ადამიანებს თან წაუღიათ ჯვრები და გზოვანის წმინდა გიორგის ხატი. ტყვეობაში მყოფი ადამიანები სპარსეთში რომ ჩავიდნენ სასწაული მოხდა. ხატს ხორაზნის მხარე შეუკრავს. დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია. საქონელი გაბერწებულა. სულთანი დაინტერესებულა თუ რა იყო ამის მიზეზი. მოუხსენებიათ რომ ტყვეობაში მყოფ ადამიანებს თან ჰქონდათ ხატები, ჯვრები და ეს იყო უბედურების გამომწვევი. სულთნის ბრძანებით ხატები და ჯვრები საკირეში დასაწვავად მოუთავსებიათ. ყველას თვალწინ გზოვანის ხატი უვნებლად ამობრძანებულა საკირიდან და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. სულთანს გადაუწყვეტია რომ ტყვეები გაეთავისუფლებინა. გათავისუფლებული ადამიანები გამოემართნენ შინისკენ, როდესაც ისინი მივიდნენ არაგვისა და ქსნის გამყოფ ქედამდე, სადაც ამჟამად ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი მდებარეობს, ხარი სახელად ლომა უსულოდ დაეცა. გადაწყვიტეს ამ ადგილზე წმინდა გიორგის ხატის სახელზე ტაძარი აეშენებინათ. ეს სასწაულმოქმედი ხატი ხარმა ლომამ ჩამოიტანა, ამიტომ ეკლესიას ლომისის წმინდა გიორგი უწოდეს.
ლეგენდარულ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს კახი კავსაძეს წელს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით რუსთაველის ეროვნულ თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის მსახიობები, ანსამბლები ერისიონი და მართვე, ნიკოლოზ საბაშვილის თოჯინების სახლი და ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. საღამოს გაუძღვებიან თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და მსახიობი ირაკლი კავსაძე. ამ დროისთვის რუსთაველის თეატრში ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხვალ 12 ივნისს გაიმართება. ღონისძიება 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში თქვენ რომ მობრძანდით. და რადგან მადლობით ვიწყებ ჩემს საუბარს, მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის მერიას, იმიტომ რომ აი ესე უპირობოდ დამიდგნენ გვერდით და მომცეს საშუალება რომ კახი კავსაძის 90 წლის იუბილე ეს ღონისძიება გაგვეკეთებინა და დიდი სურვილი რომელიც დიდი ხანია მაქვს რომ გაკეთდეს ეს ყველაფერი და მე ჩემი მხრივ პატივი მივაგო მამაჩემს აი ამის საშუალებას მაძლევენ. საღამო იქნება მოდით ესე ვთქვათ ცოტა ცრემლიანიც, ღიმილიც, რა თქმა უნდა, იქნება იუმორიც, იქნება ამბების გახსენება. მონაწილეობას იღებენ ერისიონი, რომელიც ძალიან ახლო კავშირში არის კავსაძეების გვართან. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს მართვეს არაჩვეულებრივი გუნდი ბავშვების და მართვეს შემთხვევაში ასეთი რამ ვიფიქრე რომ კახისთვის ბავშვები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ძალიან უყვარდა ბავშვები და აი ეს მომენტი რომ კახისთან არის ძალიან დიდ კავშირში მინდოდა ამით დამესვა წერტილი. ბედნიერი ვარ რომ აი შედგა ეს პრეცედენტი რომ კახი კავსაძის საღამო იმართება 90 წლის თავი და რა ვთქვა რა მენატრება რა ძალიან მენატრება და ცოტა წარმოუდგენლადაც მიმაჩნია ის მომენტი რომ მის იუბილეს ვიხდი მისი წასვლის შემდეგ იმიტომ რომ არ მქონდა არანაირი მოლოდინი ასე ვთქვათ რომ კახი ასე კი ასაკში იყო მაგრამ ასე ადრე წავიდოდა და ცოტა ადრე დაგტოვა რა დასანანია რა და მონატრებაც არის, რა თქმა უნდა, მონატრებაც იქნება ამ საღამოში. ხვალინდელი დღე არის რაღაც მე მგონი განსაკუთრებული. იმიტომ რომ კახი 90 წლის უნდა გახდეს. ჩემთვის ის ჩემს გვერდშია სულ, არსად არ წასულა და ასე იქნება, მაგრამ მე არ მივალ მასთან. დავდიოდით ყველა პარასკევი შაბათი ღამის ლოცვებზე. უწმინდესთან მე რომ კახი წარმადგინა სულ პირველად ეს ჩემთვის იყო რაღაცა სასწაული და არ დამავიწყდება მაშინ უწმინდესი დაბრძანდა მოპირდაპირე იყო ერთადგილიანი სავარძელი და აი ხელმარცხნივ ორადგილიანი ასე მე დამშვეს უწმინდესის მოპირდაპირე მხარეს კახი და გივიბერიკაშვილი აქედან და უწმინდესმა ასე შემომხედა მე შეხედა კახის და ძალიან აგავ თქვენა ისეთ ეს იმხელა ბედნიერება იყო და ასე დავდიოდით ხშირად ძალიან ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე თხოვა ave Maria მემღერა შუბერტის. არა და მე უკვე სიმღერა დამთავრებული მქონდა, უკვე წერტილი მქონდა დასმული და ვერ ვთხარი უარი, რა თქმა უნდა. ვიმღერე კარგი ხმა გქონიათ. მე იყო რომ უწმინდესმა ის დიდი სასწაული მოახდინა, რომელზეც აი ბევრს ლაპარაკობენ და ჩემს თვალწინ მოხდა, როდესაც კახი დალოცა
გერმანიაში წასვლის წინ ექიმთან უნდა წაეღო სურათი, რომელიც გადაიღო იმ დღეს და საშინელი სურათი იყო, საშინელი. და უწმინდესმა თქვა, ყველაფერი იქნება კარგად. დალოცა მისსა პიჯაკი. ეს ჩაიცვითო და წავიდა კახი. და რომ ჩავიდა გერმანიაში, ექიმმა რომ ნახა ეს სურათი, ცით გაშავდა კაცი, იმდენად ცუდი სურათი იყო. და როდესაც ჩახედეს და ათვალიერეს, ვერ გაიგეს რა მოხდა. კახი ახლა მიყვება, მე უყურებ ამ კაცო და ვერ გავიგე რა მოხდა. კლინიკის უფროს დაუძახეს. და მე თქვა, ეს სურათი რა არის? სურათი არის, რომელიც გადავიღე გუშინ. კახი მითხრა. არაფერი არ აგაქო. აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი. და მე კახი მითხრა. აიო, მე ვიყავი უწმინდესთანო. და დამლოცავ და ალბათ მაგის ბრალიაო. ამიტომ ადი წადი სახშიო და წამოვიდა. მე იყო რომ იქიდან ერთი დარეკვა გააკეთა კახიმ. და თქვა რომ მე ჩამოვალ უწმინდეს ყველაფერს მოვყვებიო და რომ ჩამოვიდა ჩაუვარდა მუხლებში. უწმინდესის მუხლებში ჩაუვარდა და მოახსენა. ჩემ პატარა წვილს შევიტან ამ ღონისძიებაში დეკორაციის სახით. ბატონ კახისთან რამდენიმე სპექტაკლზე მაქვს ნამუშევარი და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. დეკორაციის მხრივ რაღაცა ესე ვიფიქრეთ, რომ პატარ-პატარა რაღაცა მოგონებები ყოფილიყო ჩემთვის თვითონ ბატონ კახისთან მიმართებაში, თქვათ რაღაც მოხუცი ჯამბაზები და ნავიღეთ ნავი, რაღაცა დეტალები ესე, რაც ცოტა შეავსებს და ცოტა დრამატიულ სახესაც მიცავს თვითონ საღამოს. ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება ბავშვებში აგრესიას, შფოთვასა და დაბალ თვითშეფასებას იწვევს. ამ საკითხზე დაკვირვებას სპეციალისტები ავსტრალიაში აწარმოებდნენ. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300,000-მდე ბავშვი მონაწილეობდა. კვლევის მიხედვით პატარები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ ტელევიზორთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან და ვიდეო თამაშებთან, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აგრესიულობის, შფოთვისა და დაბალი თვითშეფასების განვითარების თვალსაზრისით. დაკვირვება ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ვიდეო თამაშებთან გატარებული დრო ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ქცევით პრობლემებთან. სპეციალისტების განმარტებით მათი მიზანი არ არის სრულად აკრძალვა. აქ საუბარია დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვის დაწესებაზე. მათი თქმით, განსაკუთრებით საგანმანათლებლო მიზნით ზომიერად გამოყენება შედარებით უსაფრთხოა. მნიშვნელოვანია ბავშვებმა ისწავლონ ემოციების მართვა ეკრანის გარეშე და ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახთან.